როგორ ფიქრობთ, გადატრიალების შედეგები დადებითია საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირისთვის? მე ვფიქრობ, რომ შედეგები კარგია, რა თქმა უნდა, თავად გადატრიალება არ არის კარგი, მაგრამ შედეგები, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანია ბალტიისპირეთისთვის და ვფიქრობ, ასევე დადებითი იქნება საქართველოსთვის და სხვა რესპუბლიკებისთვისაც. რესპუბლიკები, როგორც ხედავთ, გათამამდნენ და თითქმის ყოველი მათგანი აცხადებს დამოუკიდებლობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დასავლეთი გრძნობს და დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებს საქართველოსთან. And now we have more hope that the West will recognize us, our independence, and have with us diplomatic relations. We have more hope now. როგორ ფიქრობთ, რა როლი ეკისრებოდა გორბაჩოვს პუტჩში? In terms of Mr. Gorbachev, do you feel that Mr. Gorbachev, what was his role in the push, do you think? On the second day of the გადატრიალების მეორე დღეს მე გაუგზავნე მიმართვა დასავლეთის ქვეყნებს, რომელშიც გამოვთქვი ვარაუდი, რომ შესაძლებელია გორბაჩოვმა თავად მიიღო მონაწილეობა გადატრიალებაში, რათა გაემაგრებინა თავისი პოზიცია და მოეპოვებინა პოლიტიკური დივიდენდები. სხვისი ხელით. მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩემი ვარაუდია. პრეზიდენტმა ბუშმა მე გამაკრიტიკა, მე მას დიდ პატივს ვსცემ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იგი სცდება ვინაიდან მოვლენებს გარედან უწკერდა, მე კი შიგნიდან. მე აქ ვარ და ვხედავდი რა ხდება საბჭოთა კავშირში. Maybe, but it is my suspicion. You know that President Bush has criticized me. I respect him, I have great respect of him, but I think he was wrong. He was wrong in his criticism. Because he looks from outside, and I look from inside, and I know what is going on here, inside of Soviet Union. So it was my suspicion, and now also I suspect this. თქვენი აზრით, პუტჩის შემდეგ რაიმე შეიცვალა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის? Pressure is not so strong. დაწოლა საქართველოსზე საბჭოთა კავშირის და პირადად გორბაჩოვის მხრიდან უწინდებურად ძლიერი აღარ არის. საქართველოს და სხვა რესპუბლიკებმა შეიძლება უფრო მეტი თავისუფლება მოიპოვონ და ახლა უფრო მეტია შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, სხვა რესპუბლიკების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების. თქვენ იცით, რომ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყო 1921 წლებში. იგი სცნეს მთელმა რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. იმედი გვაქვს, რომ იგივე მოხდება ახლაც, იმიტომ რომ მაშინდელ ცნობას დღესაც აქვს იურიდიული ძალა. Independent Georgia, Democratic Republic of Georgia in 1918 was recognized by the number of European states and American states, and now we expect restoration of this recognition, because this recognition has juridical force till today, and it must be restored, and we wait for that. ბატონო გამსახურდია, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ დამოუკიდებლობისა, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ცედრის გარეშე მათ შეექმნებათ პრობლემები. Why? Because they fear that perhaps without Soviet protection from the center, they might have a problem. Who? National minorities? ვინ არის ეს ხალხი? ეროვნული უმცირესობანი? ისინი დაცულნი არიან საქართველოში სახელმწიფოს, მთავრობის კანონისა და კონსტიტუციის მიერ. მაგრამ საქართველოს მტრებს და მათ ვინც მხარი დაუჭირა გადატრიალებას ეშინიათ კიდეც. თქვენ ფიქრობთ, რომ ოსები მხარს უჭერდნენ გადატრიალებას? საკვირველია, ოსი კომუნისტები და თანამდებობის პირები მხარს უჭერდნენ გადატრიალებას, მათ ეს განაცხადეს გაზეთის საშუალებით, იმიტომ რომ ისინი ცენტრის მომხრეები არიან შთაგონებული სოიუზის მიერ. Why do you think that they did that? Because they were centrist people, people of the center, Soyuz people. Soyuz was inspiring them in this fight and in this rebel against Georgia. What do you think about რას ფიქრობთ ყოფილ სამხრეთ ოსეთის მდგომარეობაზე? ოსები ამბობენ, რომ მათ სურთ გამოყოფა საქართველოსგან.
Yes, but they have no right. მათ არ აქვთ კონსტიტუციის მიხედვით ამისი უფლება. ეროვნულ უმცირესობებს არ აქვთ ტერიტორიების მითვისების უფლება. არ შეუძლიათ ცალკე რესპუბლიკების შექმნა. მათ აქვთ კულტურული ავტონომიის უფლება და სხვა უფლებები და არა გამოყოფის უფლება. ეს საქართველოა. All rights, but not secession of territory. It is Georgia. For instance, if Mexicans in America would secess this territory of the United States and coincide it to Mexico, what will you say about that? It is the same. What do you think about როგორ the ფიქრობთ, bloodshed in გაგრძელდება სისხლის ყურა საქართველოში? Now there is no bloodshed. იცით რა, სისხლის ყურა საქართველოში არ არის. რა თქმა უნდა, ცალკეული კრიმინალების ჩადიან დანაშაულს, მაგრამ სისხლის ყურა როგორც ასეთი არ არის. ომი აღარ არის. But it is not a war. It is not a war. And there have been some ბოლო statements by you პერიოდში about გაკეთდა how, ისეთი you know, განცხადებები, about რომლებშიც Georgian, ჩანს, რომ ქართველთა უფლებები უფრო მეტადაა გარანტირებული ვიდრე ოსებისა. ოსები შეურაცხყვა ასეთმა bit more than განცხადებებმა. accessions. Yes. These sessions have been offended by those statements. Why? Everybody has რატომ? equal rights. in საქართველოში Georgia. ყველა Everybody. ევროვნებას თანაბარი Every უფლება nation. აქვს. მაგალითად, ქურთებს have more თავიანთ rights than in სამშობლოში their არ homeland. აქვთ For თეატრი. instance, აქ Kurds კი აქვთ. have no სოფლიოს theater in არც ერთ Kurdistan. ქვეყანაში საქართველოს გარდა And in არ Georgia არსებობს they have ქურთული თეატრი. There is ასეთვე no, ვითარება ოსების Kurd და theater in the აფხაზების world. მიმართ. ყველა Only in მათგანს Georgia we აქვს have კულტურული ავტონომიის უფლება. So უფრო have მეტიც, Ossetians, ზოგ შემთხვევებში Abkhazians, მათ everybody უფრო has მეტი cultural უფლებები rights აქვთ in ვიდრე Georgia. ქართველებს. Everybody is equal, even more rights. They have even more rights than Georgians. And also, in terms of როგორ for იქნება independence, საქართველოს what's the შემდგომი next ნაბიჯი? step for Georgia? The next and the main step is ჩვენ ყველა our ღონეს efforts ვიხმართ, რომ for სოფლიომ diplomatic გვაღიაროს, recognition of იმიტომ Georgia. რომ It's the main როცა ჩვენ thing გვაღიარებენ, ჩვენ უფრო დაცულნი ვიქნებით, გვექნება დანარჩენ when we სოფლიოსთან recognize, ურთიერთობის we will be, საშუალება, ვაჭრობის, protected ეკონომიური and ურთიერთობის და we will სხვა. have more chances to have trade and economic relations with free world. And how important are რამდენად those მნიშვნელოვანია trading ეს economic ურთიერთობები Very საქართველოსთვის? important, very important. Georgia is ძალიან in a მნიშვნელოვანია, very bad იმიტომ economic რომ situation. საქართველოში Very bad. მძიმე ეკონომიკური Can you მდგომარეობაა. describe it? შეგიძლიათ აღწეროთ ეს You know what is მდგომარეობა. the situation in თქვენ Soviet იცით, Union. როგორია საბჭოთა კავშირის situation ეკონომიკური is here. მდგომარეობა, იგივეა საქართველოში. თითქმის შიმშილია, გვაკლია ყველანაირი პროდუქტი. A lack of all products and everything. And, როგორ what do you- ფიქრობთ, I mean, რამდენ how- ხანში how შეიძლება soon, in გამოსწორდეს terms of მდგომარეობა time საქართველოში? elements, how soon do you think things could get better for Georgia? I think in მე ვფიქრობ, some უახლოეს ხანში. several months, everything will be better. With Western aid or? დასავლეთის დახმარებით? Of course, დასაკვირველია, Western aid. დასავლეთის Western დახმარება aid is main მთავარია. So Western aid. რა Western სახის aid, დახმარებას გულისხმობთ? is how? What kind of Western aid would you like to see? First of all, პირველ investments. რიგში ინვესტიციები Investments და in, ჩვენი ეკონომიკის გაწილიერება strengthening სხვადასხვაგვარი our ურთიერთობებით economy, ბიზნესის დარგში ეს direct, აუცილებელი. business relations. It's necessary. And ვისთან გსურთ with უფრო whom მეტად would you like to ურთიერთობა, have more ევროპასთან თუ relationships ამერიკასთან? with Europe or with the United Both, States? with both. ორივესთან. If you could tell President ამ Bush წუთში რისი თქმა გსურთ პრეზიდენტ right ბუშისათვის? now, what would you tell him? More help to republics. მე ვთხოვდი იმ რესპუბლიკების და მათ შორის საქართველოს დიპლომატიურ აღიარებას, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ეს უპირველესია. First demand. And also one last question. და ბოლოს, What is რას your ფიქრობთ opinion სამოუკავშირეო of the ხელშეკრულებაზე და union change? თქვენის When do you აზრით, think a როდის decision შევა will be იგი made ძალაში? as to whether to scrap it? I believe that it მე will ვფიქრობ, რომ მას never be ხელს signed. არ მოაწერენ So სხვა Union რესპუბლიკების და Treaty საერთოდ is ეს gone. საქმე ჩაფუშულია. So it has მომავალი no აღარ future. აქვს სამოუკავშირეო ხელშეკრულებას. Nobody will sign such treaty. Nobody. Why? რატომ? Because it's იმიტომ not რომ real. ამ ხელშეკრულებით კიდევ ერთხელ ცდილობენ შეინარჩუნონ იმპერია. An effort of იმპერია კი არავის retaining აღარ empire. სურს. მონობა They არავის want არ to უნდა. retain empire by this treaty, and nobody თქვენ wants უნდა empire. გაგვიგოთ, no? ამერიკის Nobody wants to be შეერთებულმა slave. შტატებმა უნდა გაგვიგოს. იგი თავად იყო ინგლისის კოლონია You და must understand იბრძოდა that because ინგლისის you were წინააღმდეგ. colony yourselves. ამერიკის შეერთებული United States were შტატები colony. განთავისუფლებული კოლონიაა. And it ამიტომ fought, უნდა გაგვიგონ, United ან States კიდევ fought განაშეძლებოდა against კუვეიტ England for its სამოუკავშირეო independence. ხელშეკრულებაზე You must მოეწერა understand ხელი that. ერაყთან.
იგივე ვითარებაა ჩვენთანაც. თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელშეკრულება. We fight for freedom, independence. We do not want treaties. How could, for instance, Kuwait make a union treaty with Iraq? Is it possible? So it is not possible for us. Freedom is more important than treaty. Thank you very much. დიდი მადლობა.